დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. რასაკვირველია, ჩვენ როგორც ყოველთვის დღესაც ადამიანზე ვსაუბრობთ. და ვსაუბრობთ განსაკუთრებული ზრუნვით, იმიტომ რომ საქართველოში ასე ამბობენ, თვალის ჩინივით გაუფრთხილდიო. ანუ ის, რაც ყველაზე ძვირფასია, თვალის ჩინივით გასაფრთხილებელია. თვალის ჩინი კი თვალს რომ უკავშირდება, მე ვფიქრობ, ამის თქმაც არავის სჭირდება, მაგრამ რატომ არის თვალის ჩინი ძვირფასი და რატომ არის ყველაფერი, რაც ძვირფასია თვალის ჩინივით გასაფრთხილებელი, ესეც ყველასათვის ძალიან ადვილად გასაგები და ბუნებრივია წლების მანძილზე ჩვენში დამკვიდრებული წარმოდგენა. რაც შეეხება დღევანდელ თარიღს, დღეს სწორედ თვალის ჩინზე ვსაუბრობთ, ოღონდ ერთი დაავადების ჭრილში და გარკვეულწილად სეზონური პრობლემების ჭრილში. რატომ? იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს არის თარიღი, რომელიც გვეუბნება 8-14 მარტი მთელ მსოფლიოში აღინიშნება როგორც გლავკომის მსოფლიო კვირეული. დღევანდელი დღე უკავშირდება აგრეთვე ევროპის თვალის ჯანმრთელობის კვირეულს და მთავარი სათქმელი გლავკომის საერთაშორისო კვირეულს აქვს ის, რაც გვაერთიანებს ამ შემთხვევაში გლავკომასთან მიმართებაში და ჩვენ ვამბობთ, დიახ, გავერთიანდეთ გლავკომისგან თავისუფალი მსოფლიოსთვის. ეს არ არის მარტივი ამოცანა, მაგრამ შესაძლებელია ამ ამოცანას შევეჭიდოთ, თუ ყველანი გავერთიანდებით. ეს არის პროფესიონალთა სათქმელი, მით უფრო რომ ხვალ 12 მარტს გლავკომის მსოფლიო დღეა და ყველა ამ თემაზე ისაუბრებს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები სწორედ თემატურად გააგრძელებენ ჩვენი გადაცემის შესავალს. როდესაც ჩვენ ამა თუ იმ დაავადებაზე ვსაუბრობთ, თქვენ გახსოვთ, რამდენად მნიშვნელოვანია კალენდრის გადაფურცვა. იმ კალენდრისა, სადაც ამა თუ იმ თარიღთან ერთად ჩვენ ვხედავთ, რომელი დაავადების ცნობადობის დღეა მონიშნული. სამედიცინო ნუსხა ძალიან დიდია პრობლემებისა, თუმცა თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის, არამედ მენტალური და სოციალური ჯანმრთელობის ჭრილში ვსაუბრობთ, უფრო სწორად კეთილდღეობის ჭრილში, რადგან ჩვენ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ საბოლოო ჯამში. და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კალენდარი ტრადიციულად გვახსენებს ხოლმე, რატომ არის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ დაავადებასთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება, მაშინ კვირეულები, თარიღები, რომელიც დაავადებას უკავშირდება, თქვენთვის ყველაზე ნაცნობი თემა უნდა იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ტრადიცია არათუ თვეები და წლები, არამედ 10 წლეულები გრძელდება. დიახ, დღევანდელი თემა სწორედ ამგვარი გახლავთ და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარიც სწორედ ამ კატეგორიის ექიმთა რიცხვშია, რომლებიც ჩვენთან ერთად გადიოდნენ ყველა საფეხურს ამ გადაცემის ისტორიის განვითარების ყველა ეტაპს და როდესაც ცნობადობის დღეებზეა საუბარი, გლავკომაზე საუბარი ამ გადაცემაში იმდენად დიდი ხნის წინ დავიწყეთ, რომ უხერხულიც კი ახლა დავასახელოთ ეს თარიღი, თუმცა გეტყვით, რომ მთელი ეს პერიოდი ამ წლების განმავლობაში ძალიან ერთგულად ჩვენთან ერთად თქვენს წინაშე გამოდიოდა ექიმი, რომელიც ყოველთვის იმ მომენტისათვის მტკიცებითი მედიცინის ყველაზე ახალ ინფორმაციას გიზიარებდათ ხოლმე და დღეს ჩვენ არ ვარღვევთ ტრადიციას. რა კი ლაპარაკია გლავკომასთან დაკავშირებულ კვირეულზე, რა კი საუბარია გლავკომის საერთაშორისო დღეზე, რომელსაც ხვალ აღნიშნავს მთელი მსოფლიო და რა კი მთავარი სათქმელი არის გლავკომისგან თავისუფალი მსოფლიოსათვის მოძრაობა, მაშინ აუცილებლად სიამოვნებით წარმოგიდგენთ დღევანდელ სტუმარს. იგი გახლავთ ოფთალმოლოგი, პროფესორი ბატონი ოლეგ გოლოვაჩოვი. დილამშვიდობისა ბატონო ოლეგ. დილამშვიდობისა, კავტომარე. მიხარია თქვენი მორიგი სტუმრობა და ძალიან მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად გამოიარეთ ეს გრძელი გზა და არასდროს დაიზარეთ, ყოველთვის ახერხებდით მობრძანებულიყავით გადაცემაში და მაყურებლისათვის გაგეზიარებინათ ის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მედიცინაში ამ თვალსაზრისით წლების განმავლობაში გროვდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამაზე ყოველწლიურად ვსაუბრობთ, ეს თემა არ კარგავს აქტუალობას.
უფრო მეტიც წლევანდელი თარიღი საგანგებოდ მედიკოსებმა გამოყვეს მთავარი ფრაზით, რომ როგორმე მივახციოთ იმას, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაზარალდეს გლავკომით მთელ მსოფლიოში და გავათავისუფლოთ ეს ადამიანები ამ პრობლემისგან, რომელიც მარტო სამედიცინო პრობლემა უკვე დიდი ხანი აღარ არის. ის არის პრობლემა სოციალური თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით და ეს არის საკითხი, რომელიც ადამიანის ცხოვრების ხარისხს მკვეთრად აქვეითებს. ამიტომ მოდით გავახსენოთ მოკლედ რა არის გლავკომა და რატომ არის ასეთი მრავალწახნაგიანი ეს დიაგნოზი. გლავკომა დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვაგრძელებ ჩვენ ტრადიციულ გადაცემას, ძალიან მიხარია. აღარ სტუდიაში გილოცავთ. მადლობა. გლავკომა ძალიან რთული დაავადება. გლავკომა მიზეზით არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სიბრმავის და ინვალიდობის ხელობის მხრივ. რამდენი ხანია ცნობილი ეს ჰიპოკრატეს დროიდან და ეხლაც ისე გვაქვს დიდი პრობლემები გადასაჭრელი. მთავარი რაც თქვენ ბრძანეთ გლავკომა მთლიანად განთავისუფლოთ ეს დაავადების პროცენტი მაქსიმალურად შეამციროთ. ამას დიდი ნება უნდა, დიდი კვლევები უნდა და ნებისყოფა და რაც თავია უკულ კავშირიც უნდა იყოს მოსახლეობის და ექიმების შორის. იმიტომ მიუხედავად იმას, რომ რამდენი სიახლეებია, მაინც 50% შემთხვევაში დაახლოებით პლუს მინუს 1% გლავკომა ხდება დიაგნოზის გარეშე რჩება. ან ესეთი ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ესე თუ გვაქვს დაუშვათ 100,000, ესე შინაგანში არის 200,000. რა თქმა უნდა, ეს კოეფიციენტი ზრდის, აი ყველაფერს, რასაც ჩვენ ვილაპარაკეთ. გლავკომა არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ავადდება ორივე თვალი. აქ ქრონიკული მიმდინარეობა როგორც წესი ჯერ ერთ თვალზე ვითარდება, მერე მეორე თვალიც უერთდება, ერთდროულად ორ თვალზე იშვიათად ხდება. 40-დან 80 წლიან აი მაშინ პერიოდში დაახლოებით 3%-ია დაავადებული გლავკომით. ესეც მაღალი პროცენტია. ასაკობრივ თავისებურებასთან ერთად აქვს გენდერული თავისებურება, თქვათ კაცებს ან ქალებს არ აქვს. არა, გენდერული თავისებურება არ აქვს. უბრალოდ 40 წლამდე იშვიათად ვითარდება. თანდაკული გლავკომა ცალკე ის არის, ცალკე თემა. მაგალითად თუ გქცემათ რომ მაგაზეც გავშერებით 10,000 ახალშობილზე ერთი გლავკომიანი პაციენტია. საერთოდ ეს სტატისტიკა შედარებით კარგია, არ არის ეს მაღალი ციფრები, მაგრამ გლავკომა რაც შეეხება ეს არის ქრონიკული დაავადება. ამიტომ მას უნდა ყურადღება. უნდა გავითვალისწინოთ მოსახლეობა უნდა იცოდეს რისკის ფაქტორები, რის გამოც დავუშვათ უფრო ყურადღებით უნდა იყოს. 35 წლისების ვისაც აქვს გენეტიკური ფაქტორი, დედა, მამა და ძმა დაავადებული გლავკომით, აუცილებლად უნდა გაიაროს. ეს კვლევები გაზომა ელემენტარულია, დავუშვათ წნევის გაზომა, ტონომეტრია, რასაც ქვია, ამის კონტროლი. ეგრეთ წოდებული თვალის წნევის გაზომა. თვალის წნევის გაზომა, კი. 40 წლის შემდეგ სასურველია 2-3 წელიწადში ერთხელ მიბრძანდეს თვალის ექიმთან, გაიზომოს წნევა. თუ არა აქვს ჩივილები, იმაის ან დაუშვათ ამას აქვს უკვე ასაკობრივი სათვალეებით საჭიროა ეს პრესბიოპია. წნევას უზომავ თვითონაც უნდა მივიდეს, არ უნდა აქტიური ფაზა ეს. ანუ რეალურად რაზედაც მე უკაცრავად რომ გერთობით, მაგრამ ძალიან საყურადღებო ფრაზებს ბრძანებთ და მნიშვნელოვანია რომ მიაქციოს საზოგადოებამ ყურადღება. ანუ ჩივილების გაჩენა და პრობლემების გაჩენა არ არის არ უნდა დაელოდოს და მანამდე უნდა ხდებოდეს გეგმიურად. სანამ უნდა მივიდეს. თორემ მე უკვე სხვა სირთულეებია, სხვა პროცესები მიდის, ბევრად უკვე რთული იმის მართვა და ასე შემდგომ. თუ თავიდან ეს დიაგნოზი სწორედ არის დასმული, მაშინ მკურნალობის სათანადო მკურნალობა მით უმეტეს ახლა აი თქვენ რომ ბრძანეთ გლავკომის გარეშე სამყარო, ახალი პრეპარატები, ახალი მიდგომები, ახალი მკურნალობის მეთოდები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯამში ამას მთავარია მას დიაგნოსტიკა, ადრეული დიაგნოსტიკა. ვიმეორებ ისე წაგვქვეყნებს, მაგრამ ამერიკაში, შეერთებული შტატებში, ამერიკის 50% ეს არ არის დიაგნოსტიკური გლავკომა. 50%-ს პაციენტებს. ანუ ეს მარტო ჩვენ ქვეყანაში არ არის ეს პრობლემა.
ჩვენთან შედარებით ამბინაიდან თავიდანვე ეს ჩვენთან ყოველთვის ვაქცევით ყურადღება დიდი ხანია მე გლაუკომაში მოღვაწეობ ჩვენ წინა ჩვენი კოლეგები, მასწავლებლები ყველა აქცევდა ამას ყურადღებას. ამ ადრეული დიაგნოსტიკა ეს ლოზუნგი ყოველთვის იყო წამყვანი, მაგრამ ყოველთვის არ სრულდებოდა, ეხლაც არ სრულდება სამწუხაროდ. იმიტომ რომ აი პროპაგანდა, აი რაც თქვენ გადაცემით, ეს ამ დიდი მნიშვნელობა აქვს. რისკის ფაქტორებს კიდე ჩამოგითვლით, ესე იგი ეს გენეტიკური ფაქტორი ეს გითხარით. მეორე ფაქტორია ასაკი. ეს 40 წლის ზემოთ აუცილებლად. მესამე ფაქტორია რაც იწვევს გლაუკომას მაღალი თვალში დაწნევა. როგორც კი ესე იგი ეს არის ასეთ მისახედია. დანარჩენი სხვა დაავადებები, ზოგადი ეს გიპოტონიური კრიზები, სიზაროვანი დაავადებები, დიაბეტი, ეს ყოველ შემთხვევაში ეს რისკის ფაქტორებს ზრდის, ალბათობას ზრდის, ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო ძირითადად ამას უნდა მივაქციოთ და ასაკი, რაც უფრო ასაკობრივია პაციენტი, უფრო მეტი არის ალბათობა გლაუკომის განვითარების. თუ ესე იგი მივიდა დროზე წნევა გაიზომა აღმოჩნდა ისე, მაშინ მკურნალობა დროულად იწყება და მთელი ეს ეტაპები დაუშვათ. პირველი კონსერვატიული მკურნალობა, მერე მაგას მოყვა ლაზერული ქირურგია, მიკროქირურგია, მერე შეიძლება მოყვეს კლასიკური ქირურგია და ასე შემდეგ და ზოგადი მკურნალობა. ეხლა ანუ რესურსი მეტია. მეტია. ალცგეიმერის დაავადების დროსაც ეს არის შაკიკი, ესეც არის რისკის ფაქტორები და ეხლა ისეთი თეორია რომ თუ ალცგეიმერი ესე იგი არის ცენტრალურად იწყება მიდის პერიფერიაზე, თუ გლაუკომის პერიფერიიდან მიდის ცენტრალურად. თუ ეს ერთი მექანიზმი ერთი აქვს. დიახ. ამიტომ ისევ და ისევ მეორებად, მარტო ერთ-ერთი გამოსავალია ესეთი რეალური და ოპტიმისტური, როცა ადრე დავსვათ ამ დიაგნოზს. ну მე უკვე ამას მოყვება ახლა თანამედროვე არის ახლა ფიქსირებული კომბინაციები, სადაც დავუშვათ 3 წუთში შედის 4 პრეპარატი და დღეში 2-ზე უნდა ჩაეწო დილას საღამოს. ანუ ეს ამან მეორე თუ დავსვით დიაგნოზი, მეორე ადგილზე უკვე გადადის, რამდენად ასრულებს პაციენტი ამ დანიშნულებას. ანუ პაციენტის კეთილსინდისიერება. რა თქმა უნდა, კომპლაენტობას როგორც ეძახდნენ ადრე, ახლა ახალი ტერმინია ჯერ არ ვიცი, მაგრამ კომპლაენტობა ნიშნავს, რომ პაციენტი ზუსტად ასრულებს, პედანტი უნდა იყოს პაციენტი. დამავიწყდა აი დღეს წავედი სადღაც არ წავედი, ეს არ ითვლება. ეს უნდა იყოს სულ სხვანაირად და ამის გარდა კიდე არის ზოგადი მკურნალობა, რომელსაც ნევროპროტექცია ახლა წამოსულია, ციტოკინინების გამოყენება და ასე შემდეგ, ვიტამინები და სხვა და სხვა. ну ეს არის მოკლედ რომ ესე გასაგებად ვქო, მთავარი ესე თეზა არის რომ დროზე მიხედეთ, მიდით 40 წლის შემდეგ გაიზომეს თუ გაქვთ კიდე რისკის ფაქტორი, მით უმეტეს მაშინ 35 წლიდან უკვე ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება. მე უნდა მაყურებელს გავახსენო, ყველა სტუმრობის დროს თქვენ ახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა. ასევე ახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც უკვე ვიცით რისკის ფაქტორების შესახებ. თქვენ დაასახელეთ რამდენიმე რისკის ფაქტორი, ასაკს სხვისი შეფასებაც არ ჭირდება, ამისთვის საპასპორტო მონაცემები სრულიად საკმარისია, მაგრამ როდესაც საუბრობთ ოჯახურ ისტორიაზე, რისკებზე და ასე შემდეგ, რასაკვირველია ეს გასათვალისწინებელია, ისევე როგორც მაგალითად ჩაქრიანი დიაბეტის ან თქვენ მიერ დასახელებული სხვა დაავადებების არსებობა, ან ის კონტროლი, რომელიც თვალში და წნევის შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს. თუ შევადარებთ, ეხლა თქვენ თანდაყოლილი გლაუკომა ახსენეთ და როდესაც თქვენ საუბრობდით გლაუკომაზე, ხაზი გავუსვით, რომ ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში უფრო ხშირად 40 წლის ზემოთ იჩენს ხოლმე თავს. თანდაყოლილი კი ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ამითი დაიბადა, გამჟღავნდა სიცოცხლის პირველივე დღეებში ან პირველივე თვეებში. როდესაც ვადარებთ ერთმანეთს, გლაუკომის მართვა განსხვავდება, ის თანდაყოლილია, თუ მერე ცხოვრების მანძილზე გამჟღავნებული ან აღმოცენებული. თანდაყოლილი გლაუკომას არის თავის გრადაციები. თანდაყოლილი გლაუკომას ესე იგი დაბადებანი უკვე ის ნოტრობნა როგორ არის? ნაყოფისში, ანუ მუცლადყოფნის პერიოდში შესაძლებელია. პერიოდში უკვე ვითარდება ეს დისგენეზი კუთხის და უკვე იბადება გლაუკომით
და გლაუკომაც ვითარდება მე უფრო მოგვიანებით. იუნილური გლაუკომა 4 წლიდან 35 წლამდე. სხვადასხვა ტემპი აქვს. ეს პირველი შემთხვევა, პირველი ვარიანტი. მან სასწრაფო მისაღებია პირდაპირ ქირურგიაზე უნდა გადავიდა. მეორეზე ეფექტურია კონსერვატული მკურნალობას. მაგრამ ყველა ვარიანტში დავუშვათ უკვე პრენატალურ, ნატალურ პერიოდში უნდა მიაქციონ ყურადღება. ესეთი როგორც დავუშვათ შეიძლება ერთი თვალი ორივე თვალზე იშვიათად ვითარდება. უფრო შეანო არც ესეთი იშვიათობა, მაგრამ უფრო ერთ თვალზე. თვალის სიდიდე, ფორმა, რქოვანის სიდიდე, დიამეტრი დიდი შეიძლება შეშფებული იყოს სრემლდენა სხვადასხვა შეიძლება სრემლდენა იყოს, როცა არ არის გახსნილი ხახის ის არის სპეციალური ის არის არხია, რომელიც შეიძლება გახსნილი არ იყოს, ამიტომ ეს იმას აკეთებს ზოგჯერ გიპოდიაგნოსტიკას, მაგრამ უდიდეს შემთხვევებში ეს სრემლდენა ახასიათდება და ამ შემთხვევაში უნდა აქ უკვე წვეთების დანიშვნა პირდაპირ ქირურგიაზე, იმიტომ სხვანაირად არ მუშაობს. არხები არ არის განვითარებული, ჩახსულია და არ მუშაობს. სხვა შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ამისიც ბოლო-ბოლო თუ ესეთი ის არის ძირითადი მომენტი, თუ არსებობს მიზნის ცნება, ესეთი ცნება არსებობს. ეს ის ცნება, როდესაც ორგანიზმს შეუძლია დიდხანს შეინახოს ის ფუნქცია, მხედველობის ფუნქცია, რაც აქვს. აი მიზნის ცნება, რაც უფრო დაბალი იქნება, უფრო კარგია. ზოგადად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს კონკრეტული. გაარჩნია რა ზოგადი დაავადება, მდგომარეობა ზოგადი და რა არის ჩვენი სამიზნე? და ჩვენი სამიზნე ცნება, ეს ყველას ინდივიდუალურად უნდა შეურჩიოთ. ასევეა ამ იუნილური გლაუკომის დროს მასინაც ეს ცნება უნდა იყოს და გარკვეულ ფარგლებში. იმას არ უნდა ასწდეს. თანდაყოლზე გითხარით ის 3 წლამდე ეს პირდაპირ ეს разговор როგორ სიტყვია უნდა გაკეთდეს, ხუთქმელად უნდა გაკეთდეს ქირურგია, მაგრამ სხვა ვარიანტები პროს არ არის. ბატონო ოლეგ, ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს მხედველობასთან და თვალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ რამდენიმე წუთში სტუდიაში კიდევ ერთი კოლეგა შემოგვიერთდება. როგორც დაგპირდით, ჩვენ კიდევ ერთი კოლეგა შემოგვიერთდა, რომელსაც ასევე ძალიან კარგად იცნობთ ჩვენი გადაცემებიდან. იგი გახლავთ ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი მარიამ გოლოვაჩოვა. მარიამ, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მიხარია, რომ სწორედ ამ კვირეულთან დაკავშირებით ხვდებით ერთმანეთს და მე უნდა მაყურებელს განუმარტო, რომ ეს ორი დამოუკიდებელი რუბრიკა, რომელიც დღეს იყრის თავს ჩვენს გადაცემაში, როდესაც გლაუკომაზე წლების მანძილზე ვსაუბრობდით და როდესაც თვალის ჯანმრთელობაზე უნდა ვისაუბროთ სეზონურ ჭრილში. ესეც ჩვენი გადაცემის ტრადიცია, როდესაც სხვადასხვა სეზონზე ან სხვადასხვა პრობლემასთან მიმართებაში ჩვენ ვსაუბრობთ თვალის ჯანმრთელობაზე. არის თუ არა გაზაფხული საყურადღებო სეზონი თვალისთვის და რატომ არის ასე საყურადღებო? იმიტომ რომ ერთი მხრივ ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე ჯერ კიდევ ზამთრის კუდებზე, მაგრამ საუბრობთ იმ რისკებზე, რომელიც გაზაფხულს უკვე მოყვება მხედველობასთან დაკავშირებით. უბრალოდ თვალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. კი ბატონო, გეთანხმებით მარი, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩნდება ალერგიული ფონის მომატება და ჩნდება ალერგიული კონjunktივითის გახშირებული შემთხვევა, თუმცა როგორც აღნიშნეთ, ზამთრის კუდებში შედის ვირუსული კონjunktივიტებიც, რომელიც ახლავდა და ახლავს მაგალითად ადენოვირუსით გამოწვეულ პროცესს და თვალის მხრივ ჰქონდა საკმაოდ ისეთი გართულებები, წელს იყო საკმაოდ დიდი რიცხვით გამოხატული ვირუსული კონjunktივიტები, რომელიც იწვევდა შემდგომ დროული მკურნალობის დაწყების, ანუ ცოტა დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ისეთ გართულებებს, როგორიც არის კერატიტი და კერატიტის შემდგომ გაჩენილი რქოვანის შემგროვები, რომელიც მხედველობაშიც გვიშლის ხელს. თუმცა მაინც გაზაფხულზე უფრო აქტუალურია სეზონური ალერგიები, პოლინოზის დროს, რაც მიმდინარეობს, ანუ მცენარეების ყვავილობასთან და მტვერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იზრდება ჩვენი ალერგიული ფონი, ანუ გვაქვს
რეაქცია ჰისტამინის გამოყოფა ხდება როგორც ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში, ისე თვალის ლორწოვან გარსში, რომელიც ფარავს თვალს და შესაბამისად ვითარდება წვა, ცრემლდენა, სიწითლე, მაგრამ ვირუსულისგან და ინფექციურისგან განსხვავებით, მაინც უმეტესწილად ეს არის სიმეტრიულად მიმდინარე ორივე თვალზე. ანუ ვირუსის და ბაქტერიის შემთხვევაში თუ გვაქვს ერთ თვალზე, შემდეგ გადადის მეორეზე, ალერგიის შემთხვევაში ეს არის უფრო გამოხატული ცრემლდენა, გამოხატული სიწითლე, რინიტი, რა თქმა უნდა, და ეს რინოკონიუნქტივიტი არის ჩვეული ფორმა, რაც ახლავს სეზონურ პოლინოზურ რეაქციებს თვალის მხრივ. სწორედ ეს კითხვა მინდოდა დამესვა, იმიტომ რომ როდესაც მაგალითად ოჯახში დილით პატარა ტირილით იღვიძებს, იმიტომ რომ თვალები შეწებებული აქვს, იმიტომ რომ რაღაც გამონადენი აქვს, დაწითლებული აქვს, ცრემლი მოზდის, ეს უფროსებისთვისაც ნაცნობი სურათია. ადვილად მისახვედრია ხოლმე ამ ამოწითლებული თვალების მიღმა, რომ შეიძლება იყოს ლორწოვანის ანთება და კონიუნქტივიტი, რომელზედაც თქვენ საუბრობდით, მაგრამ გარჩევა ამისი ძალიან რთულია ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინფექცია და ალერგია ერთდროულად დროში ემთხვევა ერთმანეთს. ასეთ დროს რა შეიძლება ბინის პირობებში გააკეთოს მშობელმა და ზრდასრულმაც, ანუ მშობელმა, რომელიც პატარას ეხმარება? და რა არ უნდა გააკეთოს მაგრამ? მოდით დავიწყოთ იქიდან, რა არ უნდა გააკეთოს. ბავშვთა ასაკში მაინც სასურველია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს მკურნალობა, იმიტომ რომ იქნება ეს ინფექციური თუ ალერგიული კონიუნქტივიტი, აქვს განსხვავებული მკურნალობა და ბაქტერიული შემთხვევაში გვჭირდება ანტიბიოტიკოთერაპია, რომელიც თვითნებურად მაინც არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ვაჩენთ რეზისტენტობას ამ თუ იმ ანტიბიოტიკის მიმართ და შესაძლოა სამომავლოდ შეუქმნათ ბავშვს პრობლემა. სახლის პირობებში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამონადენის შემთხვევაში უნდა მოიწმინდოს გამონადენი ჩირქოვანი, ადგილობრივად თუ ანამნეზში გამოყენებული აქვს დაიწყოს ანტიბიოტიკების გამოყენება, თუმცა მე მაინც ვიტყოდი იმას, რომ ექიმთან შეთანხმებით. ზრდასრულებს რაც შეეხება, აქაც იგივე პრინციპია, ანუ ექიმის გარეშე საკმაოდ არასწორია ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება. თუმცა თუ უკვე გამოცდილება აქვს, მაგალითად არიან ადამიანები, ვინც იცის, რომ ყოველ წელს გაზაფხულის დადგომასთან ერთად ეწყებათ ალერგიული კონიუნქტივიტი და აქ უკვე სასურველია გამომწვევების გაღიზიანებასთან კონტაქტამდე დაიწყოს ანტიჰისტამინური მკურნალობა, ანუ წვეთების გამოყენება და აქ უკვე ალერგოლოგი და ოფთალმოლოგი ერთდროულად ერთვებიან წინა ალერგიის სეზონში. მე ვისარგებლებ შემთხვევით და ბატონ ოლეგს ვკითხავ. მე ახლა მაგიდაზე მაქვს წიგნი, რომელიც წარმოადგენს ევროპის გლაუკომის საზოგადოების ქართულენოვან გამოცემას. ყოველთვის მიხარია ხოლმე, როცა მაქვს საშუალება კოლეგების ნამუშევარი წარმოადგინო, იმიტომ რომ ეს ზუსტად ის დოკუმენტია, რომლისთაც მთელს ევროპაში ჩვენი კოლეგები სარგებლობენ და ქართულ ენაზე არის ხელმისაწვდომი და არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. მარიამ, უნდა ვთქვა სიამაყით, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის გლაუკომის საზოგადოებამ საკუთარ საიტზე ქართულ ენაზე ატვირთული ვერსია გაუზიარა საზოგადოება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ქართულ ენაზე, ქართველი ექიმების მიერ, აქ წარმოდგენილი ექიმების და კიდევ ახალგაზრდა კოლეგების მიერ თარგმნილი ეს დოკუმენტი უკვე არსებობს ქართულ ენაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ბატონ ოლეგს მინდა ვკითხო ვისარგებლებ შემთხვევით, მარიამ, მოგვიანებით გავაგრძელოთ ამ თემაზე ჩვენ საუბარი. მოკლედ რომ მიპასუხოთ, სეზონური პრობლემები არის დატვირთვა გლაუკომის შემთხვევაში, ბატონ ოლეგ? კი. თუ ზოგი ქრონიკული სეზონური ეს აქ კონიუნქტივიტი აქვს, ამ შემთხვევაში ხმარობენ ხოლმე ხშირად სტეროიდებს. არსებობს მეორადი სტეროიდი გლაუკომა, რომელიც იწვევს. ანუ როგორც შედეგი და გართულება. როგორც შედეგი, და რამდენიმე წელი, 2, 3, 5 წელი ხმარობენ ხოლმე, თან სისტემატიურად, არა მარტო სეზონურად, ისედაც შუალედშია და ყალიბდება ხოლმე ჩვეულებრივი კლასიკური გლაუკომა, სადაც ქვია მეორადი გლაუკომა. სტეროიდული.
რაც ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ზოგჯერ გაუთამამდება ხოლმე გარკვეული ტიპის პრეპარატებს, იმიტომ რომ თავს უკეთ გრძნობს, ნაცადი აქვს, მიღებული აქვს და ამან შეიძლება საკმაოდ სერიოზული შედეგი და როგორც კი შეწყობს ხოლმე ეს პროცესი რჩება. ესეც იცოდნენ რა შეიძლება ანუ გააკეთონ კომბინაცია სხვა პრეპარატების არასტეროიდული არსებობს ანთებისაც ან ესენი იხმარონ რაღაცა ნუ ისევე ქიმთან მიდის გზა რა. ქართულად აიტვირთა და გილოცავთ ამას ნამდვილად. მე სიამოვნებით დაუბრუნდები ამ თემას და დაუბრუნდები სეზონური ინფექციების და სეზონური პრობლემების თემას, იმიტომ რომ ერთია პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ არის რისკი, რომ კონიუნქტივიტი განვითარდეს, თქვათ, იგივე ალერგიული რეაქცია, სადაც მოსალოდნელია ეს განსხვავებული სურათი წარიმართოს, მაგრამ რომელი პრობლემებია ისეთი ქრონიკული, ანუ ფონი, როდესაც არის თვალის დაავადების, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა სწორედ სეზონური ინფექციების და სეზონური პრობლემების ჭრილში. გეთანხმებით, ანუ მრავალი დაავადების ფონზე სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტი კიდევ უფრო ამწვავებს. ასეთი დაავადებებია ძირითადად სისტემური დაავადებები, რომლებიც იწვევენ ისედაც ლორწოვანი გარსის გამოშრობას, შეგრენის სინდრომი მაგალითად. არის სხვადასხვა ატოპიური დერმატიტები და დერმატიტთან ერთად შესაძლოა ეს კონიუნქტივიტიც გამწვავდეს. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ლორწოვან გარს, ალერგიის ფონზე, ალერგიის მკურნალობა ანტიჰისტამინური პრეპარატებით და პირველ რიგში ნებისმიერი ალერგიული რეაქციის დროს, ისევე როგორც კანზე, თვალის ლორწოვანზეც აუცილებელია დატენიანება. და ხშირად და დღევანდელ დღეს ჩვენ ვურჩევთ ხოლმე პაციენტებს დამატენიანებელი იყოს კონსერვანტის გარეშე, ანუ რაც შეიძლება ნაკლები გამაღიზიანებელი ალერგენი იყოს, რომელიც მოხდება ზედაპირზე. აი ამ კონტექსტში ძალიან აქტუალურია ის საკითხი, რომელიც დღეს მე მგონი ყველა ადამიანს ეხება. ჩვენ ძალიან დავაპატარავეთ სამყარო იმ ეკრანების დამსახურებით, რომელსაც ჯიბით ვატარებთ პრაქტიკულად, თანამედროვე ადამიანი ეკრანთან ცხოვრობს. ჩვენ ხშირად გვისაუბრია თვალის კომპიუტერულ სინდრომზე, ეკრან დამოკიდებულებაზე და ასე შემდეგ და მშრალ თვალზე. მშრალი თვალი არის თუ არა ამ თვალსაზრისით ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ სეზონური პრობლემები უფრო მძაფრად ან განსხვავებულად მიმდინარეობდეს. თქვენ რა კი თვალის დატენიანების აუცილებლობაზე საუბრობდით, ვფიქრობ ეს ძალიან ლოგიკურია ამ თემასთან მიმართებაში. გეთანხმებით, დღევანდელ დღეს ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერი საქმიანობისას იქნება ეს მეცადინეობა, გართობა, მუშაობა, ჩვენ გვაქვს ყოველთვის ურთიერთობა გაჯეტებთან. ეკრანთან, ტელეფონთან, სხვადასხვა მოწყობილობებთან, თუნდაც წიგნთან, ხანგრძლივი მუშაობის დროს და ვიმყოფებით გარემოში, სადაც არის ან კონდიცირება, ან გათბობა ჩართული. რეალურად ძალიან ბევრი გარემო რისკ ფაქტორია, რომელიც იწვევს ჩვენი თვალის ზედაპირის ლორწოვანი გარსის გამოშრობას და მშრალი თვალის სინდრომის ან დაავადების განვითარებას. ეს უკვე შორს წაგვიყვანს, მაგრამ რეალურად ჩივილები აქვს ერთი სინდრომსაც და დაავადებასაც, ეს არის მუდმივად უცხო სხეულის შეგრძნება, დისკომფორტი, წვა, ცრემლდენა პერიოდულად, რაც მხოლოდ და მხოლოდ შესაძლოა შევიმსუბუქოთ დამატენიანებელი წვეთების ფონზე. ამიტომ ბავშვებსაც, მოზარდებსაც, მათ ვინც დიდ დროს ატარებს ეკრანთან, ვურჩევთ აუცილებლად თვალის ზედაპირის დატენიანებას, შესვენებას და ბავშვთა ასაკში ასევე მნიშვნელოვანია, ადრეც მაქვს აღნიშნული და ახლაც კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია გარეთ სუფთა ჰაერზე სეირნობა, აქტივობა, ანუ იმ დროს, რასაც ატარებენ მეცადინეობის დროს ეკრანთან, იმას ასე ვთქვათ, რაღაცნაირად შევუმსუბუქოთ თვალს ყოფა და იყოს უფრო მეტი დრო სუფთა ჰაერზე და თვალის დასვენების პროცესში. როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ამა თუ იმ პრობლემაზე, მე მაყურებელს შემთხვევით არ ვთხარი, რამდენად გრძელი იყოს გზა, რომელიც დღევანდელ თემამდე გავიარეთ. და ეს რუბრიკებით შემთხვევით არ დაემთხვა დღეს ერთმანეთს, იმიტომ რომ როგორც უკვე გადაცემის დასაწყისში თქვით და საუბრისასაც არაერთხელ თქვით,
ეს არის გლავკომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული, ეს არის გლავკომის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებული და თვალი ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულთან დაკავშირებული შეხვედრა და ვფიქრობდით, რომ ყველაზე ლოგიკური არის სწორედ ასეთი გამთლიანება და მე მგონი ასეც გამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა კოლეგებო სტუმრობისთვის, განსაკუთრებული მადლობა ასეთი ერთგულებისთვის და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის. მაყურებელს უნდა შევახსენოთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ ოფთალმოლოგი პროფესორი ბატონი ოლეგ გოლოვაჩოვი და ოფთალმოლოგი მედიცინის დოქტორი ქალბატონი მარიამ გოლოვაჩოვა. მე რასაკვირველია ჯერ არ გემშვიდობებით და გაგახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენს გვერდით მართლაც არიან ადამიანები, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ შეზღუდული შესაძლებლობები. დიახ, ჩვენ ობიექტურად ვიცით, რომ არიან ადამიანები, რომელთაც შესაძლებლობები შეზღუდულია. მაგრამ გააჩნია როგორია საზოგადოება, რამდენად ადაპტირებულია ეს საზოგადოება, რამდენად განათლებულია საზოგადოება, რამდენად გულისხმიერია საზოგადოება და სწორედ საზოგადოებამ შეიძლება განსაზღვროს ის, რომ მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, სათანადო პირობებში ამ ადამიანების უნარები აღმოჩნდება შეუზღუდავი. ქრისტის რანავას მორიგი სიუჟეტი ამ ციკლიდან. მე ვარ იუდო ტოპარი, 29 წელი ვცხოვრობ ზუგდიდში, პროფესიით ვარ განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი. ოფიციალური დიაგნოზი არის სირინგომელია, არნოლდ-ჩიარის-კიარის სინდრომი და მაგან გამოიწვია რაღაც გარკვეული გართულებები ორგანული დაზიანების გარეშე. რაც გამოიხატება იმაში, რომ შეიძლება რაღაც პრობლემა გქონდეს, მაგრამ თვითონ ორგანო არ იყოს დაზიანებული. მაქვს მაგალითად მენის დაქვეითება, ყურებზე აბსოლუტურად არაფერი არ მჭირს, უბრალოდ ზურგის ტვინის სიგნალებიდან გამომდინარე, მაქვს მეორე და მესამე ხარისხის მენის დაქვეითება და მაქვს ასევე სტატუსი. ვარ შეშემოქალი. არც ისეთი მარტივია იდეაში, ოღონდ ჩემთვის ნაკლებად უფრო გარე ფაქტორები მიშლის ხოლმე ხელს, ანუ ხელმისაწვდომობა არ არის, აი გარემოსი თუნდაც ხოლმე ხუმრობით რომ ბავშვობა არ მქონდა მეთქი, ანუ ტრადიციული ბავშვობა არ მქონია, იმიტომ რომ აი რაც ბავშვობიდან ფერადი და ლამაზი მახსოვს, ერთადერთი აი ოჯახი და სახლი, ანუ ბებია და ბაბუასთან იქ რო ვიზრდებოდით ამაში და რაღაცა შიდა წრეში, თორე მე გარეთ ვერ გავდიოდი ხოლმე, ანუ ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ძირითადად აი მახსოვს რომ ანუ წამოწოლილი ვიყავი, ანუ ვიყავი სახლში, ანუ ძალიან სტერილურად. მიმღებლობის ამბავი რთული იყო რამ ხრივ. აი რომ ვერ თამაშობ მეგობრებთან ერთად, თოლში ვერ თამაშობ, ძაღლებს კატებს ვერ ეფერები, ჩვეულებრივ ვერ დადიხარ სკოლაში როგორც სხვები, ანუ მაინც რაღაც ისეთ განცდას გიჩენს, რომ არ ხარ სრულყოფილი და რაღაცები გააკლია. და ერთხელ რომ გამოიტირებ ამ რაღაცებს, მე უკვე შეგვებული ხარ და მე უკვე ფიქრობ, რომ აი გინდა კაცო, შენს გინდა რომ ჩვეულებრივ იცხოვრო და მოკიდებლად იცხოვრო და გაქვს მაგის შესაძლებლობა და თან აი ნახე იქ ისე ცხოვრობენ ჩვეულებრივ სხვა ქვეყნებში სხვანაირად და შენ რატო არ უნდა იცხოვრო? ანუ თუ მაგალითად ვიღაცამ იქ შეძლო მაგის მიღწევა, შენც უნდა შეძლო. ნუ აქ შეიძლება მხარდამჭერი ნაკლებად გამოგიჩნდეს, მაგრამ პირველ რიგში შენ თვითონ უნდა გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ, რომ გამოგივა. და მე გამოგივა, აი, საკუთარი თავი ხარ თუ არა შეშემოპირი. არ აქვს მნიშვნელობა, თვითონ უნდა მიიღო, როგორიც ხარ და მე ყველა მიგიღებს. აი, ამ ერთხელ მოსვლის დროს ჩვენივე თავისთვის უნდა ვიყოთ საუკეთესო ვერსია, თორე იმეზებელი რა სიტყვის და აი იმას თუ მოვეწონები, მაგის გამო არა. მე დავიჯერო, რომ მე კარგად ვიქნებოდი. და ახლა ჩემთვის შეიძლება კარგად ყოფნა სხვა რაღაცაა, ვიღაცისთვის სხვა რაღაცაა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ახლა კარგად ვარ. მიუხედავად იმ სამედიცინო დიაგნოზებისა, რაც არსებობს და იმიტომ რომ მე ხო დიაგნოზები არ ვარ. მე ვარ იუდო, ჩემი რა ვიცი, ემოციური მდგომარეობებით, ხან რაღაც მიხარი, ხან რაღაც მწყინს, როგორც სრულად ჩვეულებრივ ადამიანს და მე მჯერა, რომ ბოლომდეც ეგრე შევძლებ. ჩვენ კვებაზე ყოველდღეს საუბრობთ. ამიტომ თქვენ ერთგვარი მოლოდინიც გაქვთ, რომ გადაცემის დასკვნით ნაწილში ყველანი ერთად მივალთ კვებით შუქნიშანთან. ანუ იმ ბლოკთან, სადაც ყველა პრინციპი არის მეტნაკლებად საერთო, ყველასათვის გასაზიარებელი თითქოს, მაგრამ ამავე დროს მთავარი სათქმელი.
იმის შესახებ, რომ ერთი უნივერსალური საკვები პროდუქტი არ არსებობს. ერთი უნივერსალური პრინციპი კვებაში ყველასათვის ერთნაირად სარგო არ არსებობს. ყველა ადამიანი არის განსაკუთრებული, უნიკალური, განუმეორებელი და კვებითი რეკომენდაციებიც ამ ადამიანზე, მის საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული. მაშინაც კი, როდესაც ჩემს უკან ეკრანზე ჩნდება თებში, როგორც საერთო რეკომენდაციების პრინციპული სიმბოლო. პრინციპული, იმიტომ რომ ის აერთიანებს დღიური რაციონის ფარგლებში ნახევარს ბოსტნეულს და ხილს, მეორე ნახევარში ცილოვან კომპონენტს მარცვლეულთან და ბურღულეულთან ერთად აუცილებლად გულისხმობს ცალკეულ შემთხვევებში რძის ნაწარმსაც და საბოლოო ჯამში ხუთი ჯგუფის, ხუთი ფერის პროდუქტს მაქსიმალურად ამთლიანებს ყველა ადამიანისათვის საჭირო პრინციპებში. მაგრამ მხოლოდ პრინციპებში, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ საჭიროებებზე, ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ერთი ადამიანის, ერთი პერსონის საჭიროებებზე, ანუ პერსონალიზებულ მოთხოვნებზე და პერსონალიზებული მოთხოვნა და მოთხოვნილება ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ამ ადამიანის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დავგეგმოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვალის ჯანმრთელობაზეა საუბარი. არის პროდუქტები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ზოგადად თვალის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, თვალის ზოგადი ჯანმრთელობისთვის და არის პროდუქტები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც კონკრეტულ დიაგნოზებს საუბრობთ. თუ ჩვენ დავიწყებთ საუბარს გლავკომის ჭრილში, მაშინ მე გაგახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის ნებისმიერი ფაქტორის დაცვა. მავნეჩვევების ქონა არ ქონა, ახდენს გავლენას რისკებზე, დიახ ახდენს გავლენას. სტრესის ხარისხი ცვლის ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობას და მათ შორის თვალში დაწნევას. დიახ შეიძლება იქონიოს გავლენა. არის თუ არა მნიშვნელოვანი წონა ჩვენი სხეულის და ფიზიკური აქტივობა. აღმოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ფიზიკური აქტივობა აუცილებლად უნდა იყოს შეხამებული გლავკომის დიაგნოზთან, გლავკომის რისკებთან და უკვე არსებულ პრობლემებთან. ისევე როგორც წონის მართვა, ნორმალური წონის შენარჩუნება, ყველა სხვა პრობლემასთან მიმართებაში, თქვენ წარმოიდგინეთ გლავკომის შემთხვევაშიც ახდენს უზარმაზარ გავლენას. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. იზრდება ჩვენი წონა, იზრდება მეტაბოლური დაავადების რისკი, იზრდება არტერიული ჰიპერტენზიის რისკი, იზრდება სისხლძარღვოვანი პრობლემების რისკი, იზრდება თვალში დაწნევის ცვლილების რისკი. ეს მარტივი ჯაჭვია, რომელიც მხოლოდ ერთ მაგალითად მოვიყვანე, მაგრამ მსგავსი ჯაჭვი შეიძლება ავაწყოთ ყველა სხვა პრობლემასთან მიმართებაში. მათ შორის წყლის მოხმარებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით ზოგადად ორგანიზმში წყლის ნაკლებობა და წყლის სიჭარბე ერთნაირად შეიძლება იყოს საგულისხმო და პრობლემური. ისევე როგორც თვალის წნევის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია დასვათ კითხვა, თქვენს ექიმთან გაიაროთ ეს საკითხი და აუცილებლად თქვენი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე გაარკვიოთ, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოველდღიური წყლის მოხმარება. ისევე როგორც, როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად წყლის მოხმარებაზე, გასათვალისწინებელია ერთ ბაშად სვამთ წყალს, თუ სვამთ მცირე ულუფებად, ყლუპებით. ცხელია ეს წყალი თუ ოთახის ტემპერატურის. ცხელი ჩაი დავლიეთ თუ მტკნარი წყალი ოთახის ტემპერატურის პირობებში. შესაძლოა უცნაურად გეჩვენებათ, მაგრამ ყველა ეს ფაქტორი შეიძლება გახდეს გავლენის მქონე თვალის შიდა წნევაზე. მათ შორის გასათვალისწინებელია ენერგეტიკული სასმელები, ზოგადად კოფეინშემცველი პროდუქტები, რომელთა დამსახურებით, მოდით ამას ყველაფერს გადმოვიტან სითხესთან ახლოს, როგორც კოფეინშემცველი პროდუქტები შეიძლება აღმოჩნდეს წნევის მერყეობის მაპროვოცირებელი, რაც თვალში დაწნევასთან მიმართებაში და გლავკომასთან მიმართებაში აუცილებლად გასათვალისწინებელია. ისევე როგორც მათი დამცველი, ასევე ხელშემწყობი და პირიქით დამაზიანებელი გავლენის ჭრილში. ყველა პროცესირებული პროდუქტი. ყველა ის პროდუქტი, რომელიც ანთებას უწყობს ხელს. მაგალითად, ომეგა-6-ის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები. მაგალითად, ნაჯერი ცხიმების დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები. მლაშე პროდუქტები.
ტკბილი პროდუქტები, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით დატვირთული პროდუქტები, რაფინირებული პროდუქტები უკიდურესი კონსერვაციით, ზოგადად დანამატებით დატვირთული პროდუქტები და ასე შემდეგ. ანუ ტექნოლოგიური საჩუქრები და ცივილიზაციის დიდი მონაპოვარი კვებაში. ყველა ეს პროდუქტი შეიძლება იყოს რისკის შემცველი გლავკომასთან მიმართებაში და ზოგადად თვალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თუ შევხედავთ ამ ჩამონათვალს, გადავავლებთ კიდევ ერთხელ თვალს, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ცხოვრების წესის ფაქტორების მოწესრიგება გვეხმარება თვალის ჯანმრთელობის და მათ შორის გლავკომის მართვაში. და ამავე დროს ყველა ის ფაქტორი, რომელიც ზრდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს, გასათვალისწინებელია გლავკომის და თვალის ჯანმრთელობის ჭრილში. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება იმ პროდუქტებს, რომელიც არის კვების შუქნიშნის ზონაში განთავსებული. მაგალითად, ყველა ეს პროდუქტი ძალიან მდიდარია სხვადასხვა ხარისხით, მაგალითად C ვიტამინით, რომელიც როგორც ირკვევა, ძალიან სჭირდება თვალის ჯანმრთელობას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცალკეულ პროდუქტებზე, მიაქციეთ ყურადღება, წითელ ზონაში არის ჩვენთან ჭარხალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჭარხალი მაღალი რისკის პროდუქტია. პირიქით, დღეს მინდა გაგახსენოთ, რომ სწორედ ჭარხალში ბუნებრივად არსებული აზოტნაერთები, ნიტრონაერთები ქმნის იმ შესაძლებლობას, რომელიც სხვა პროდუქტებით არ აქვს სისხლძარღვებს, ანუ სისხლძარღვის კედელს იცავს. სისხლძარღვის შიგნით წნევის რეგულაციას უწყობს ხელს და აღმოჩნდა, რომ ეს პრინციპი გასათვალისწინებელია თვალშიდა წნევის რეგულაციის დროსაც, მაშინ, როდესაც გლავკომაზე ვსაუბრობთ. ამიტომ ბოლო კვლევების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი გლავკომასთან მიმართებაში ეს არის აზოტნაერთები, რომელიც არის ბუნებრივად და არა ქიმიკატების სახით მოხვედრილი პროდუქტებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, თუმცა მე გაგახსენებთ თვალის ჯანმრთელობისათვის იმ ზოგად პრინციპებს, რომელიც მე ვფიქრობ თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ. ეს არის დაბალანსებული კვება, რომელიც გულისხმობს 5 ჯგუფის სულ ცოტა 5 ფერის პროდუქტის გამოყენებას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ცისარტყელა თეფშზე. ეს არის თქვენთვის კარგად ნაცნობი ფრაზები. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის გახსენება, რომელიც გვეუბნება, რომ A ვიტამინის შემცველი იქნება, B ვიტამინის თუ სხვა ვიტამინის შემცველი პროდუქტები, ხმელთაშუა ზღვის პრინციპით, ხმელთაშუა ზღვის პირეთის კვების პრინციპით აგებული კვების მოდელი ყველაზე კარგად მიესადაგება თვალის ჯანმრთელობას. და თუ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, მაშინ ეს არის ჩამონათვალი ყველასათვის კარგად ნაცნობი პროდუქტებისა, ეს არის ომეგა-3-ის მაღალი შემცველობა პროდუქტებში, რომელიც თვალის ჯანმრთელობას წაადგება. ეს გახლავთ A ვიტამინის შემცველი პროდუქტების ჩართვა კვების რაციონში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის მზასახით A ვიტამინის მოხმარება, როგორც ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტისა, ომეგა-3 როგორც ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პროდუქტი და აგრეთვე A ვიტამინის წინამორბედი ნივთიერებებისა, როგორიც არის ამ შემთხვევაში ისპანახი, მოცვი, სხვადასხვა კენკროვანი, როგორც ზეაქსანტინის და ლუთეინის წყარო, ესეც გახლავთ თვალის დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. და ანტიოქსიდანტების ჩამონათვალი E ვიტამინის სახით, ყველასათვის ცნობილი ანტიოქსიდანტი C ვიტამინი, რომელიც მეწაღან უკვე ვახსენე და ამ ჩამონათვალში სისტემატურად ხვდება თუთია და მისი როლი თვალის ჯანმრთელობაში. ეს იყო ზოგიერთი პროდუქტი, რომელიც მე დღეს გაგახსენეთ თვალის ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ზოგიერთი პროდუქტი, რომელზედაც პირველად ვისაუბრეთ და პრინციპები, რომელიც გულისხმობს არსებული პრობლემების მართვას კვების მეშვეობით და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სწორი კვებით, დაბალანსებული კვებით უამრავი პრობლემის თავიდან აცილებად, მათ შორის თვალის დაცვას. მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.